მიცოს, კარგად გამოვიყურებოდი. ალბათ იმიტომ რომ აქ დავიბადე. აქ გავატარე ბავშვობა და დღემდე არ ვწყვეტ ურთიერთობას ჩემ მშობლიურ მხარესთან. და ერთ თავადია. აქ ცხოვრობს ჩემი საყვარელი ბებია, რომელმაც მე გამზარდა. ახლა ხან იმერულ ესკიზებს დავიწყე და ამჯერად ძველი ფოტოსურათების გადასათვალიერებლად ჩამოვედი. გოგონა, ხალხ ვერ დამალევინე? ახლავე ბატონო. თქვენ გონიათ მართლა მოკვდა? არა, გათხოვდა ბატონო. მამა ქალიშვილის გათხოვების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. გოგო მაინც გაპარულა სახლიდან გათხოვეთ. ახლა სამი შვილი ყავს და მამამის მაინც არ სურს შეურიგდეს. დიდი მადლობა. არაფრის. მარიამ ბები ახალგაზრდობაში. დავრდომილის ნეული უნუგეშოთ დირიმე რავქნა გენაცვალე რავქნა შენი რავქნა გენაცვალე რავქნა შენი ჭირი რა ძირფასი სიმღერა ცოდნია მაგ შენ ძმისთვის მოდი ჩემ ნათლულ დაღნაბას გოურიგო ერთով კარგი ხვალდა შეუძლი შენთვის კარგი ქალი ყავს და სასწრაფოდ აქანაგაჩდი გადასანახულება ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ახლა სხვას დავემონე რავქნა შენი ჭირიმე ალამბიზია ქალის გადასანახულებლად მივდივარ და ჯორი უნდა მათხოვ კი ბიჭია აგერ ადაგულე ისი კალია ვიდო
მერე გეტყვი, მერე. Yaxın taşa qatır. Tuğa gidelim metroya. აბა, ხვალსაღამოს ჩამოგიყვან. მე სახელი მოგიყვან. გამოაგია ხათე. წამოდი შეშეჩვენებულო. ხეივანში დაბურდღეში ვიჯაქ მარტოხა სრემლი მდიოდა სიგურის მაგრამ სიგუდი მოუშვებო მოითახ ჩქარა დროუდარაჟდი ბარნებას და რავალს გამოჩნდება აქედან იქეთ სიცხარ რა ხმერდი გოუჭრესა გამოდი ჯორფეხი რა ვიფიქრო აღარ ვიცი შეგასხვიდა ღმერთო გეყობა მოძიო რა მოგი შეგას ასეჯობია შეგაცა. აჩო. ჰე.
მარიამ ბებია და ბარნაბა ბაბუა ბოლოს მაინც დაქორწინდნენ. მოდი შედა. შენ კიდე გაბრაზე დედიკო? არა. აბა ვინ მომერევა? ელარა ფერიკინო. ელა. მოხუდი. მომე. არ მოგცემ. მომე ხუდი შენ მამადა. არ მოგცემ. აბა, არა ფერიკინო. ელა ბარაკე. ბარნაბა ბაბუა ომიდან აღარ დაბრუნებულა. მარიამ ბებიამ დედის წვალებით აღზარდა და ფეხზე დააყენა შვილები. დედაქალაქში გააგზავნა უმაღლესი განათლების მისაღებად. მხოლოდ ფუცა დარჩა შინ და ისიც ქალაქისკენ მიილბოდა. დედა შორს იყო წასული. და ახლა მე და ჩემს პატარა ძმას ბებია გვიწევდა დედობას. რამ ბავშვი ვიყავით ამ ეზოში მეზობლის ბავშვები. სულ აკლებული ჰქონდა ახლა. დედა, აბრეშუმი დააპურე, სახლი დავალაგე, წავალდი ახლა თეატრში. დედი გოგო სახში თქვენ შენ გეუბნები თეატრი არ გამაგონა მე შორომ შეგეშალოს იქ რა მე და ხალხონს იქ და უნდა შევეშალო. უნდა მიმიდა და ჟორჟიკა გავლანცო. სწორედ ასე უნდა. ვერ წარმომედგინა მაშინ, რომ ჩვენს თეატრზე უკეთესი თეატრი ამ ქვეყნად სადმე არსებობდა. რა დიდი დღესასწაული იყო ჩვენთვის ყველაფერ დადგმულ წარმოდგენაზე დასწრებული. მთელი დღის განმავლობაში ვემზადებოდი და ტანში სასიამოვნო ჟუანტელი მივდიდა ჩემ თავს რომ აყურებელთა დარბაზში წარმოვიდგენდი. ღმერთო, რა საზეიმო წუთები იყო, როცა ვიჯექი და ფარდას თვალს არ ვაშორებდი, როდის გაიხსნებოდა. კარგად ვიცოდი სპექტაკლი 8 საათის, მაგრამ ხამის 12 საათზე დაიწყებოდა. მაინც დაწყებამდე ბევრად ადრე მივდიოდი. იქნებ კარი მალე გააღონდა წინა ადგილი დავეკავა მეთქი. ადგილები არ ინომრებოდა და სკამზე დაჯდომა მისწრებაზე იყო. პირველ საათს არაფერი არ ქონდა წარმოდგენა რომ დაიწყო. ოტელოს როლს ასრულებდა მათემატიკის მასწავლებელი ვარლამ ხვიჩია. იაკოს კლუბის მთავარი ბუღალტერი სევერიან ძიძევაძე. დეზდემონას ბანკის მოლარი ფაცია გაჯაია. მე მოვტაცია მოხუც ქალი. ისიც სწორია რომ მე იგი ცოლად შევირდი. ეს არის ჩემი შეცოდების ავი და ბოლო. ჩემგან გამოვლილ ჭირთათვის მან მე შემიყვარე. მე შევიყვარე ჩემ და ჭირთა სანაცნობისთვის. არ მიხმარია ამის მეტი ჯადოთილის. აი, აქ მოდის დეზდემონა. კითხეთ მას თვითონ. შობელო ჩემო, დიდებულო, მიამასავ გძნობ, რომ შუა არის გაყოფილი აწვალი ჩემი. თქვენ უფალი ხართ ჩემი, მე კი თქვენი ასული, მაგრამ აქად დგას ჩემი ქმარი. მე ვითხოვ ნებას თქვენგან, რომ ჯეროვანი მოვალეობა ვუძღვნა ჩემს ქმარს და ჩემს მეუღლეს. რადგან ოსმალოს გემთა კრებულის დაღუპვის ამბავი მოვიდა, ჩვენმა დიდმა და სახელგანთქმულმა გამგებელმა ოტელო მისურვა, რომ ყველანი მხიარულებას მიეცნენ. გებიცებით რომ მე ამათ კიდევაც შემაქეიფიანეს. აბა ეგ რა სათქმელია? მეომარი ნუ მერქვას თუ ნახევარ ბოძზე ხვინა მოიტანეთ.
შუკა შუკა შარა შარა უკა უკა ჩარა ჩარა ხდებანზე და სოფლები მოყრები და მეზობლები ზელაგანში ამოსულა ხამთაღანაც ისინა შეჩინებული სიმღერა საყვედური ზღირსი ხარ სწორედ იქით გავშორდი ეგარ არის ეჭვიანიო მე არ მინახავს მაგისაგან ჯერ სამბავი უთუოდ რაღაც თილის მაიმ ხელსახოთში ზუხარ მე თითათ მის დაკარგვას 1 და 2 წელი არ აკმარა გასაცნობად მამაკაცისა ის სტომაქია დედაკაცი იმისი საზრდო ჯამს ვიდრე შია და შორს ისვრის როს აივსება წადი რა წადი გამანებეთ თავი ერთი კასიო ახალს რას იყვი მე ჩემი თხოვნა მინდა გაგიმეოროთ ამაოც დილო რას მიგწანებთ ჩემო ბატონო გადი აქედან თვით მოგიხმობ ცოტა ხნის შემდეგ რაც კი ამ საქმეს შეეხება გადი გამშორდი რას მემუქრები რისატანაც კი შემიძლია იმდენს ვერ მავნებ ჭკუა მოკლე დამთხეულო ისე დამაინტერესა სპექტაკლმა რომ თვითონ არ ვიცი როგორ აღმოჩნდი სცენაზე მაგ შენი ხმლის არ მეშინიან უნდა ყველას ამბავია რა მოხდა სიგდება 20 ჯერ მომკლას გვიშელეთ ეჩქარა მოგაშელენი ხალხა მომიკლას ამბავია რა მოხდა უგნურო სულელო მაურო შენ რომ ამბობ ის ხელსახოცი მე თვით ვიპოვე უცაბედად და ჩემს ქმარს ვიდეო უცეცაში არ მოინახოს ქვაკზე თუ არ მეფისაკენ ტკბა და კარგულო ეს უწინო რაღიც იყო იმ შრელიერი ხატრო წოლი ენდი უთქმელო აბა ისი ებეშ მასო პაკეტა George Camille, mami, la cara me hace a Luisa. დელო აპირებს იაფოს მოკვლას მაგრამ ონტალო იარახს წართმევს შეგაცხვინა მე რამოთმი ჩემი სიკვდილი ო შეცოღლიშვილო ხანჯალია მე იყო შეგახო რომ გოლში ამისულა რომ მე მაგის სამართლია რა ტეთი ამჩი მე აი ახლა მარიამ დაწყდა აი მარიამ დაწყდა ხოცა არჩვეულ უხვაცრებ გაკოჩიოდა როგორც ფისჩიტხოს სამკურნალო ხარაფეთის შესანიშნავი მოვედივე ასწობეთ მათ და დაუმატეთ და ერთხელ ალეპოში ოსმალო ვინმე თავს რიგად გმრის სიამაყით გულზეთ მოხსული ვენეციას ასემდა ამის ქვეყანას უშვერი სიტყვით აგინებდა მიუწვიდა ხალში მყოფად წავსა და დავკრავ აი ასე Você chegou a sujar?
ჩემი დედული. ცოტა დაუდებელი საქმე არ გექნება. ისე ქუჩაში ნუ გამოხვალ. არა, ლამაზი ქალიშვილი, ქალი ქუჩა რომ დეია. მე ვიდა. არი გააჩერე შენ გენაცვალ. შენ ახლა მოწდები მიყავს. შენ არი ჯავები? აბა შენიცი რა ჭუიცი? რაღაც ჩახვალ წერილი იმ წუთში მომწერილი. ავტობუსიდან თავი არ გამოყოიცოდე. არა ვარ ზაგარიგენ ყველაფერი ისე გააკეთე შვილო. უფროსებს ყური უვდა, ყორი ფელი დაუჯერე. მატარებელი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩაჭეკ. აბა შენი ჭუი. მატარებელი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი. კარგად ისწავლე შვილო, კარგად არ შემარცვინო. ძალიან არ უნდოდა ბებიას. მაგრამ თუცა დღეს მსახიობია. და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგი მსახიობით. მე და ციალა. ამ ბაღში ყოველ დღეს ასწაულზე ალეგრა იმართება. მთელი დღის განმავლობაში დიდი მოსამზადებელი მუშაობა იყო გაჩაღებული. საღამოს ბაღის კარი დაიკეტებოდა და უბილეთოდ არავის უშვებია. ჩვენ ბავშვები რა თქმა უნდა მაღალი ქვის ყორიდანაც შესანიშნავად ხვდებოდით და ისე შევიპარებოდით ხოლმე უბილეთოდ. შეყვარებული წყვილები ისმიან. მახსოვს, ჩემი დეიდაშვილი ხიტუ იჩდა ხოლმე ეგრე თავის სატრფო ნათელასთან. ხიტუმ დედა ადრე დაკარგა და მასაც ბებია ზრდიდა. ჩვენ ბავშვები როგორც კითხვას შევავლებით ხიტუს ნათელასთან ერთად, მაშინვე ბებია ჩემს მიურბეინებდით ხოლმე ამ ამბავს. ბებია, საცხა! აგერ ვარ, შვილო, რა იყო? ბებია ხიტუ და ნათელა ერთად არიან ბაღში. უყურე შენ მაგას? Gazeta. Masxo, მიყვურო საკლა მაგ. მოგბრძანდა სამშაბა რასისანს. მაცალოს მაგ. თელი დღე დაწანტალებდეთ, მოწაფე ქუჩაში ვისახლოთ, ამის მეტი არ მინახავს. რაც იმდროს გადაეკიდა ტექნის კითხვა აკრძალა. მოგბრძანდები სახლში, ვაჟ ბატონო. Bebia!
ძალიან უკაცრავი პასუხია და შეყვარებულებთან ერთად კინოში მიდიოდე. რასაგობ ბაზარი? ქალაქში რა გვინდა? დღეში გავიქცე. არა, ბელა. წავიდეთ. ქალაქში ვეძიო ჩვენდე. ისო, სტუთოს მაგარია. შენთან ყველგან არ გახვეწილებ და იმე. Artapidek, ido ikidem. Bicho Natalia! Bicho Khali! დამთავრდა წაით სახლში. უხრამ ხელად ყუცა. ნახეთ რა უთხრებებია შენ და შენ საწოლე ქუთაისის გზაზე რომ ისერნობდით? რაიო? რა საწოლე? იდა, ბიჭო, შენი საწოლე. შენ ხვება უკოცა. შენ საწოლე მაგმეტია სუჯერე. მარიამ ბებია. მარიამ ბებია. რომელი ხარ? მე ვარ შალვა. მე რა შორი დაინძა, შეკაც. გამარჯობა. გაგიმარჯო შილო ღმერთო. მოდი ეს. არა. რა იყო შილო? რას გვიბძანი? თვითონ ცოლი შეერთო. ცოლი? ვინ შეერთო? ნათელა. მოდი მოდი შილო. ვაბო, მეჩქარება. Adres mangis celi qajerba. Ja, ისწავლე საქმე. მაგრამ რას იზამდა ბებია უზენაესის წინაშე? ღმერთს და ანგელოსებს ისინი უკვე დაელოცნათ სამუდამო ერთგულებისგან სამტკიცებლად. ბებია, ბებია! რა იყო შვილო? ბებია, ხიდთან ათელა მევიდე. უი, twingena! ასე გარე უნდა იარო, და არ უნდა მოხვიდეთ ბებიასთან სანახავად. twingena თვალეთ მე. შენი ჭირი მე, შენი twingena თვალეთ. ნათელაფწყინვალე მეუღლე, დედა და დიასახლისი აღმოჩნდა. ბებიას ისე უყვარდა, თვალში რომ ჩავარდნო და ხელს არ ამოიცავდა. ბებია, ჩვენ კლასში ერთი საცოდავი ბიჭის ტალო, სულ მატუა. ჩვენთან კი არ დამარცხოს, დათქვილა გარიგება. ფოში და კინოში ფეხში შველი დაიარება, იმისი წოდება. ბაღნოს ყოლად გვეწოდება. ვისაც ხალე, კი მარა დედმამა არ ყავს თუ იცი? არ ვიცი.
არც ბები აყავს აწი. რა ვიცი. სალამი. აბა ბავშვებო, ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს შინაურ ფრინველებს. აბა რომელიმე თვის რა სარგებლობა მოაქვს ქათამს. აბა გოგო შენ მითხარი? ქათა მიგვაძლევს ხორცს. კიდევ? ბუნთხას. ყოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს კვატას. ვინიტყვის? აბა შენ გოგო? კვატა გვაძლევს ხორცს, კვერცხს და კიდევ ბუნთხას. ყოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს ბარს. აბა შენ თქვი? ბატი გვაძლევს ხორცს, კიდევ? კვერცხს კიდევ? და ბუნთხას. ყოჩა დაჯექი. აბა ახლა ვთქვათ, რა სარგებლობა მოაქვს მამალს. აბა შენ კაცარავა? მამალი გვაძლევს ხორცს, ბუნთხას. კიდევ? კიდევ? აბა ბავშვებო, ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბავშვებო, რომელიმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ვინ არის ყოჩაღი და ვინმე ტყვის კიდევ რა სარგებლობა მოაქვს მამალს? აბა ბიჭო, მთელი წლის განმავლობაში რომ არა მოგიღია ხმა, ახლა რას ბეტყვი, რა სარგებლობა მოაქვს მამალს? ჩინჩლავს. ახლა მე გამოდი და დადექი კუთხეში, ჩქარა! უზრდელო! ოჩა, კარგად მოგიფიქრებიათ. ობოლს დაგაჭირებულ სწორედ უნდა დაეხმაროთ.
ეს ეზოში რაცა ხმაურია, ნეტარი უნდა იყოს, ა? წავალ ერთი და გევი, რომელიდე არის. არა, მაინც მინიებია ნიკოს ეზოში, წავალ ერთი ლელას დაუძახებ და მე მეხმარება. ლელა, რა გინდა? აქ ნიკოს ბახში ქვეყანა პეტეტონიებია მოსვლა და დავკრიფოთ. შეკიდო კანეში ხარ, წადი. გევი ცხაყოფილა. უკურე რა დღე დავაყენო. აი შერუქაია. აი ბატონ რამდავია. რა გინდა შენ შემოჯახში. ბატონო ძროხაიღო და გადავდენე. ძროხავია აქა. ძროხაიას როდის ჭამს. ჩივა ხომ არა. აი არა შენ გაიკარი. რატომ არა ვარ? არა ხარ შეგოუნე. რატომ არა ვარ? აბა ხვალ სადაც საჭიროა იქინე მოვა. იქინე? ო იქინე რა ვარ მოვა. ასე ბედეძვანი იბის გული დაიწყება. აი ვი ასე და თუ მიდიოდი. ლელა ლელა ერთი ზღაბო წამალკარი შენ იქინე. შალვა შეხედერდი. კაკუ მოგძან. რადგან დაიბარეთ ბატონო თქვენ. რეიზა დაუკრიფე. შენ, ჩემ, ბიძაშ, ნიკოს იე. აიყო შეკაცო რაცხაეთი ორი ია მოწვიდე. ხო, გამახსენდა. ბიძაშ თქვა პანჯელებს და ასია, კანა მილიონიას მისცემ. Jujuna prima morida, idi mindori danama, idi mindori danama, vinčvaze cudira metkvas, guli gaupos danama. Idoti raris. Vinčvaze cudira metkvas, guli gaupos danama, guli gaupos danama. Trelo pepela, gafrindinela deliauranuni. Atleti do imgere. Deliauranuni. Ahla itsekwe. ოთხმოცი კაბიკი და კიდო მანეთი. თითო რა ბევრია. აღებული თანხა დიდი სამფით გადავეცი დობოლამ ხალხ. ადექით. ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის სხვარსა მიდის თაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარის ბერი ხავს თავის თმაზე და ვიღაცა ურევს ვიღაცა ხედავ მეცხვარეს ჯოხით მხარზე და წინუძღვის სხვარსა მიდის მთაზე და სალამურს უკრავს ზარის ხმაზე და სხვარის ბერი ხავს თავის თმაზე და ჯამი ჭურჭელია
აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ფინჯანიც ჭურჭელია. გავიმეოროთ? ფინჯანიც ჭურჭელია. ძაღს ჯაჭვით აბამენ, ძაღს აბამენ. ჯაჭვით. გამეოროთ. ჯეჯილი ბიბინებს თუ გიჯიკეთ კეთომ პაპას ატმის ჩემი მიაწოდა მასწავლებელო ჯოლოკა მიქიჩებს ბიჭო ერთი უჯიკე მაგას უჯიკე ბიჭო აი, საწოდაო, თვითონ საჯიკებელი ხარ, შენ ვის უნდა უჯიკო. ზღვის ტალღამ. გოგო, გადმოჯექი აქეთ. ბიჭო, გადადეკეთ. ზღვის ტალღამ ჯებირი გადმოლახა. პატარა ციალამდა ელგუჯამ წერა ისწავლეს კატა წელს და მასწავლებელო ეგი ტირის რა მოვიდა? რა მოხდა? შევას ტირის საცოდა იში მარიამებია რამ წამოგიყვანა გოგო ასე ადრე? ბიჭიც მოდის? მე მასწავლებელმა გამანთავისუფლა გაკვეთილებიდან. დედამ ყავსავად და წამალი უნდა მიუტა. ბიჭი დღეს სულ ტიროდა. მასწავლებელმა გითხრა რეიზა ტირიო და არაფერი არ უპასუხა. რა ეტა კაც? რა ვიცი? ჯამი ჭურჭელია. აბა გავიმეოროთ ბავშვებო. ჯამი ჭურჭელია. ჯამი ჭურჭელია. გამარჯობა თაკაკი მასწავლებელი. ისანა, რაღაცნაირი ცოცხალი ბავშვი იყო. ეს საწყალი ილენჩი. ახლა დღეს წელი დღე რაჯანდება ატირებდა? ეგეი. მართლა ბიჭო. ასე შეაწუხე მასწავლებელი. გაიქონია კლასში ტირილი. კი, მაგრამ რა გატირებდა ბიჭო? აბა რა დამაკინეს გოგოს. შეგარწმენა გულაკი. მერე მაგით აწირდი შვილო. რა უჭირს მასწავლებელი ხან გოგოსთან დაგაჯენს, ხან ბიჭთან დაგაჯენს. აბა რა ვაკინდა შვილო. ბებია, წავა ფეხბურთზე. რაიო? რა გოგოს აკია ფეხბურთზე? ავი ჩემი ბებია თუ ხარ ჩემი დავაზერი კონა. ყველა მიდიან ბებია გაგვიჟირა. მარიამებია
უბიზნებ, შეუპატრონო, კაცი დააწყეთ უშრაგად. თანჯიკია მოუარა ბიჭო შენდა. ჭილეთი გამიჩინა კუთხე მეზობლებს. კიდე ერთხელ რო დავინახო ეს ბურთი ჩემს სეზონში. ისე დავჭირ, და სულ დაგუდაგუდად ვასწრებ. გეშხამისთანა გაგონილა? კრუხი ვერ დავაჭირე და ნიახური ვერ გავსარდე ბოსტანში. რანაირი ყვავილები მქონდა მოგახსოვს. სტუმრებმა ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოახერხეს და სულ შიშვლები გარბოდნენ დილიჟანსისაკენ. იტახიამ საარაკოსის სწრაფით გააქანა დილიჟანსი და ასე გადაარჩინა სტუმართა გუნდი ხებით ჩაქოლეს. Simit da atre. Anis pizzoleva. Bedia, oia matkorari mo. Ueshva. Bedia. Ait pagnevoit. Mobijo. Puchech. Κατσάχλεκ. Yallar kadagas. Rashevit, bavshebo, gagitsidათ საჭმელი. ხომ არაფერი გინდა, ოლია? აგერ იქნება ცხელი ჭადი გესიამოვნოს. კი. Bebia, ოლია მათხოვარ ჩვენთან რატომ არ ჭამს? როდის იყო შვილო ჩვენთან რო ჭამდა? ეგერ თავისთვის ურჩევ. ჭამთ. მელანო! რაიყო, მარია! თავისას მივდივარდა ერთი ბაღნებს მიმიხედე, შენგენა ცვალი არ გადამიწვავს ახარ! Სტადი, ნუ გეშინია! ჩეჩანეთი და დასვი ადამიანი. მორწანდით მარიამბებია. მადლობა. აკეთ მარიამ, აკეთ. მადლობა, ჯო. Elisa,
მოზვერი ხარ გარაგეშვია გარაღმა. არა. ტიტუ! ეფროსინეს ორე ხარ შეგიშვია ბოსტანში. არა. ვაი ჩვენცოდვა. დაიწყება დაიბანები რასა. ეს უფროსი პარმენ ხუბოა. ჩემი სეკუნდი. აგი ბატონო. არა, ზენიჩი. მომზან ბატონო, დაიჭია. მიცვალებულის ოჯახში რიგრიგობით გადაჰქონდათ სადილები მეზობლებს. ბებიაჩემიც რა თქმა უნდა დიდის მონდომებით აკეთებდა ჭირის სუფლებთან გადასატან ლობიოს. ანა! გამეიარე შვილო, შენ არ გეიარე. მალდივა. აგოგო მოკიდი ამას ხელი და პოლიკარპე ბაბუას ეზოში გადაიტანე. ნელა, ფეხი არაფერს ამოგრა, იცოდე? არა. ახლა მიიწი ცოტა. პარი. რასდა? სევერიან. დაუნდა.
ჩვენი კანტორის ხალხი მოდის და აბა თქვენი ციტატი კაი რამე დავკარეთ. აგერ მინატურა სეწყარი გადავახულოთ, ბუსებ მარში აწყოს. აი.
მოდი გენეცო, მოდი შენი φίλი. გავარჯობა. გავარჯობა. ვიცადე, აშყავე. კარგი, მალე მივდივარ. ნასტია! თამარა, ვასო, ვაიბო! სიძე ჩამომივიდა. მენდა. აი მასე კერგო, კეთობებიასთან მივიდით ყალების მოსაკრება. დაკრებეთ ყალები, აკეთობას მომდოდით, თუმცა ბოკაი ყოფილა აიშობილი. ბოკაიან გამიმეკდა მე, პრებელასავით მბრუნავდა ბიჭა იმსახო და მიშველი ანაი აქანი არ დამტუო. კი მაგრამ მე რა უნდა მეხნა. ხალხი ყარა იყვან და ისე ყვარცა მე ვიყანდი. მაი მასე კერგო, ცხონზე კიდე იყო მიყიდებული. ქათამიევიდა კაკანო, თუმცა კვერცხ ნადოვა. მე ქათამი ჩამოფრინდა, მე ვეთისევი და თუნდა ქვეყანა კვერცხები დაუდია. ჩავიყარა კალდეში და ნელა ჩამივიტანე კიდე ისე და ბებიას მივეცი. ოჩახში, კაი გულოხარ. რა იყო დედა? რა და გადავწყვეტე ბავშვები თბილისში წავიყვანა. როგორც გინდოდეს შვილი. იქ ისწავლიან. მაგათვისაც უკეთესია და მეც უფრო ხშირად ჩავაკითხე. რა ვიცი ახლა ვის ექნება თბილისში მაგათი მოვლის. რატო, რა უჭირთ? კარგად იქნები. ღმერთ მაინებოს შვილი. აბა თქვენი მამიდებს ყორიფელი დაუჭერეთ. იბები. მოდი ჩაჯექი. ჩემი პატარა ტერუკარიჩი. ჭეკლებს ხომ წერ ბიჭო? ხო. მოდი. ჩემი პატარა გიჟოგო. ჩაეციქეთ. ჩვენ კიდო გიჯამოები. ჩამოხვალ ჭულო. აბა ჩამოხვალ. მოდი. ოპა. მოდი პატურია. მოდი ზაღლავი. აუ, არ უნდა პატურია შენთან წამოს. არ უნდა. ვაი მე ის პომაგის თან. აბა ჩაიცით მაგა. კარგად შვილი. აბა თქვენი ციტა. ჩვენი დარდი ნუ გექნება დედა. შენი ელიკო და ფუცა. რაიო? რაიო? რობერტო გული გამიხეთკეს მაგ შეჩვენებულებ მაუყურე შენ. დეპეშა როგორ გამომიგზავნე? ой, ბოდიში ბატონო. დიდი ბოდიში ჩემო ბატონო. ბოდიში ხდი შეინჭირი მე. მიბძანი თქვენ სახლებში რა მომივიდა კაცო. ეს რა მომივიდა. ბოდიში ნასტია ვალიკო. ბოდიში გენაცვალე. მეზობლებო, მობძანით სევერიან ჩემო. რა მომივიდა ეს.
რა მიქნეს? რა შემაწუხებიდეს ამდენი ხალხი? უკაცრავად მეზობლებო. დეპე შარავა გამომიგზავნეს. აი, თქვენ მეისმით. თქვენ მოგეკიდათ ცეცხლ და გაგანია. რა ვარც ახლა მე გადამრიეთ. ისე გადაგრიოთ მამაზე ციერმა. გული რა გამიხეცეს შეხალო. რა მიქნეს ესა? რა ვარც თავს არიკავს აკანი ჩამოსვლაზე. გახსა და გაგმევიეთ იცოდეთ ამ ეზოში. მაგრამ ვინ არის ის რომ ბებიას წელა ლოცვა და ისე არაფერი უხაროდა ბებიას როგორც ჩვენი გამოჩენა ჭიშკარში ასე ესტუმრებიან ხოლმე ცოტა ხნით მარიამ ბებიას შვილები. ხან ნათესავის ან მეზობლის ქორწილზე ჩამოდიან, ხან ვინმეს გასვენებაზე. ხანაც აკარაგზე წასვლამდე გამოივლიან ხოლმე დედას. ეს მოგალი მე. არა, ეგ არის. აი,
ჩამოდი რა თბილისში. კიშვილო, კი გენაცვალ, ჩამოვალ. აბა კარგად რა არის გენაცვალ. ნახვამში ჩემო სიცოცხლე. კარგად გავიშო. აბა შენი წერა ჭკვიანად იქნები. ნახვამდის. ნახვამდის დედა.